Adigeni's მუნიციპალიტეტში ჩამოწვა მეწყერი, მნიშვნელოვნად დაზიანებულია სახლების ძალიან დიდი ნაწილი და ასევე ავტომანქანები, ორი სახლი სრულად არის მოყოლილი ქვაღორხში, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ერთი წლის განმავლობაში ეს ადინგენის სოფელ გომაროში არის უკვე მეოთხე შემთხვევა მეწყერის. აქედან გამომდინარე, ისინი უკვე ერთ წელზე მეტია ელოდებიან ექსპერტებს, გეოლოგებს, რომლებიც დადებენ დასკვნას არის თუ არა ეს ადგილი საცხოვრებლად უსაფრთხო, თუმცა ხელისუფლებისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ადგილობრივების განმარტებით წვიმა ძლიერი არ ყოფილა, თუმცა მეწყერის ზიანი იყო საკმაოდ დიდი. ეს მოხდა 6 საათზე გუშინ, ისეთი ძლიერი წვიმაც არ ყოფილა, რომ რამე ისეთი ყოფილი. წამოვიდა ასეთი ნიაღვარი და ყველაფერი, ნათესებია თუ სახლია თუ კარია თუ ყველაფერი გადმიფუჭეს ღეროს. ვერანაირად ვერაფერს ვერ ხვდებით, რომ საიდან საქმე რა დავიწყოთ. გეოლოგიური დასკვნა შეიძლება, მას რომ ის ცხოვრება თუ არ ცხოვრება, სხვა, მაგრამ ჩემი გადასახედიდან არ ცხოვრება. დღეს იყო მერი მოსული და ველოდები მაგას რომ მოვიდნენ და შეამოწმუნა, შეაფასონ მე რა ვთქვა. ზუსტად ერთი წელია რომ ველოდებით რომ ესე იგი ეს მოდის ამოვლენ ტექნიკა გაწმინდა, სწავლენ, მოდის ამოვლენ გაწმინდა, სწავლენ და დასკვნა, რა ვიცი, აგერა შედეგიც აგერას. და 15 წუთი ყოფილა წვიმა და ეს შედეგი ეს არის. რო გაგრძელდეს ალბათ 1 საათი ეს წვიმა, წალეკავს აქაურებას ვთქვათ. მე სწორების იქნება. დანაკარგი ძალიან ბევრია. სახლში რაც არის, რამე აღარ ვარგა. აც ტექნიკა, აც საძინებელი, აღარც ოთახები, რამე ყველაფერი დაზარალებული ვართ, ყველაფერი განადგურებული. სათესები გაგვინადგურა გასულ წელს სახში არ იყო, მაგრამ ეხლა შემოვიდა. დიდი ზარალი ეხლა მოვიდა გუში. გასულ წელსაც ასე მოხდა და გეოლოგები რომ ჩავედი, გვითხრეს გეოლოგების პასუხს ველოდებით. ერთი წელი გავიდა, კი. გარანტია არ გვაქვს, რომ ახლა გაწმინდება და კიდევ ამაზე მეტი არ გამიორდეს, კიდევ განმიორდება. აქ არ გაჩერდება ეს. ძილი ხომ გინდა ადამიანმა არ უნდა დაიძინო? შიშის ქვეშ არიან ყოველთვის. სულ 2 წელიწადია შიში აქნე. გინდა ზამთარიყოს, გინდა ზაფხული. არც არეცხი მაშინა, არც ჭურჭლის მაშინა, არც მაცივარი, რამე აფერად აღარ ვარგა. სახში არ. გუშინ იყო ჩემი ბიჭი ამოსული აქა, სახლი ნახევარზე წყალში იდგა. სტიქის ადგილზე ჩავიდნენ ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების რეაგირება არის დაგვიანებული, რაც არის მოსახლეობისთვის აშკარად დამაზიანებელი, რადგანაც ისინი უკვე 1 წელია ელოდებიან ხელისუფლებისგან რეაგირებას, რომ ჩამოიყვანონ შესაბამისი ექსპერტები, გეოლოგები, რომლებიც დაადასტურებენ, არის თუ არა ეს ადგილი საცხოვრებლად უსაფრთხო. ეს მეწყერი ამ კონკრეტულ დასახლებაში სოფელ გომაროში უკვე 4-ჯერ მოხდა 1 წლის წინ და 1 წელი მოსახლეობა ელოდება გეოლოგიური დასკვნის დადებას, ელოდება პასუხს, რომ აქ ცხოვრება უსაფრთხო თუ არ არის უსაფრთხო. მე რა თქმა უნდა კვალიფიციურ დასკვნას პერსონალურად ვერ დავდებ, მაგრამ ვიზუალურადაც ცხადად ჩანს, რომ ეს სტიქი აქ არ გაჩერდება, რაც ჩანს დრონის კადრებზე და ასე შემდეგ. ადამიანები ელოდებიან მძიმე სტიქია, სანამ თბილისში ვიღაც ჩინოვნიკი დროს წელავს, რომ გეოლოგიური დასკვნა დაწეროს, ამან შეიძლება ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლოს. პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება რეაგირებს პოსტ-ფაქტუმ, როცა ტრაგედიები და კატაკლიზმები ხდება, შემდეგ რეაგირებს. საჭიროა პრევენციული რეაგირება, საჭიროა წინასწარ დასკვნების მომზადება, მაშინ როცა თავადვე საფუძველშივე იციან, რომ ეს არის სახიფათო ტერიტორია, კარგი ხელისუფლება ახდენს პრევენციას. ცუდი ხელისუფლება რეაგირებს უკვე მომხდარი ფაქტის და ტრაგედიის და კატაკლიზმების შემდეგ. ერთ-ერთი წინასტიქი ის დროს მეც გახლდით აქ და საკუთარი თვალით ნახე რა მდგომარეობა იყო, მაგრამ ეხლა რაც ნახე, ეს სტიქიის არეალი კიდევ უფრო არის გაფართოებული. ასეთი სტრესის და შიშის ქვეშ ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია, მართლა რომ მთაში ნებისმიერი წვიმის დროს შეიძლება წამოვიდეს უზარმაზარი ნაკადი და წაიღოს ღამე მოხდება ეს ამბავი, ხალხის სიცოცხლის საფრთხეა. აქ ცხოვრება უკვე ადამიანების საშიშია, რადგან მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ამიტომ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან მალე გაკეთდეს გეოლოგიური დასკვნა და დაიდოს გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ადამიანებს ბოლოდაბოლოს გააგებიებს იმას, თუ რამდენად საშიშია ეს ტერიტორია და შემდეგ ამ ყოველივე შემდეგ ადამიანებს თუ ამ ტერიტორიაზე ცხოვრება შეუძლებელია, უნდა კონდეთ შესაბამისი კომპენსაცია, რათა სხვა ტერიტორიაზე განაგრძონ ღირსეულად ცხოვრება. როგორც ირკვევა, ეს უკვე მეოთხე შემთხვევა არის 1 წლის განმავლობაში ამ სოფელში მეწყერისა. მოსახლეობა ცხოვრობს მუდმივ შიში, მათ არ იციან დღის რომელ მონაკვეთში შეიძლება ჩამოწვეს მეწყერი. აქედან გამომდინარე, ისინი კვლავ ელოდებიან ექსპერტებს და რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან და შესაბამის ზომების მიღებას.